თანამედროვე ბობ ესპონჯა იმდენად აუტანელია, რომ თუ კლასიკური ბობ ესპონჯა დღეს გაიცნობდა მას, კალამარს დაეთანხმებოდა, რომ გადასვლას ჯობდა. და ამას არ ვამბობ გადაჭარბებით. ეპიზოდიდან ეპიზოდამდე დაგიმტკიცებ, ზუსტად იმ მომენტებით, როცა ყველაზე საყვარელი ღრუბელი, ბიკინის ფსკერიდან თავის ყველაზე ცუდ ვერსიად გადაიქცა. რადგან უზარმაზარი განსხვავებაა უბრალოდ შემაწუხებელსა და ბოროტს შორის და თანამედროვე ბობმა ეს ზღვარი დიდი ხნის წინ გადაგვეთა. კარგი მეგობრებო, ბობ სპონჯის კლასიკურ ეპიზოდებში ბობს არასდროს ქონია სუპერ სულელური ან განებიურებული ხასიათი. თქვათ ის იმყოფებოდა სწორედ იმ ტკბილ შუალედში. დიახ, ის აკეთებდა სულელურ რაღაცებს პატრიკიოსთან ერთად, მაგრამ ცდილობდა თავი დაეცვა და არ დარჩენილიყო სრულად დამცირებული, ზუსტად ისე, როგორც ამას თანამედროვე ბობი აკეთებს, რომელიც მხოლოდ თავის დაცვას ცდილობს, მაგრამ სხვებს ცუდად ექცევა. და სინამდვილეში ბევრი მაგალითი მაქვს, რაც ამას ამტკიცებს. ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მახსოვს, არის რობალო ბურბუჯასთან ერთად, ეპიზოდში მწნილები. აქ რობალო ბურბუჯა ადანაშაულებს ბობს, რომ მან მწნილები დაავიწყდა თავის კანგრებურგერში და ბობი მენტალურად ინგრევა. რადგან ფიქრობს, რომ ერთადერთ რამეში, რაც კარგად გამოსდის, კანგრებურგერების გაკეთებაში შეცდა. ბობისთვის მუშაობა კრასტაცეო კასკარუდოში უბრალოდ ცუდად ანაზღაურებადი სამსახური არ იყო. ეს მისი ცხოვრების მიზანი იყო, მეგობარო. ამიტომ, როცა აღმოჩნდა, რომ რობალო ბურბუჯა მწნილებს ენის ქვეშ მალავდა, ნუ თუ ბობი ამ პატარა ხუმრობაზე ბრაზდება, რადგან მას მხოლოდ არ მოატყუეს, ამან მთელი ეგზისტენციალური კრიზისი გამოიწვია მისთვის. და აქ გვაქვს კლასიკური სპონჯის პირველი არამოლაპარაკებადი წესი. მას ზულდა, როცა მის საქმეს აფუჭებდნენ. შემდეგ არის, შეგიძლიათ მომცეთ მონეტა, სადაც კალამარდო კარგავს სამსახურს და ბობი გადაწყვეტს დაეხმაროს მას. თავის სახლში შეიფარებს, აძლევს საჭმელს, უვლის, მოთმინებით ეკიდება. მაგრამ კალამარდო ნელ-ნელა იქცევა უსირცხვილო ზარმაცად და სარგებლობს ბობი ესპანჯით. და მართლა ხდება ის, რაც მაშინ თავში არასდროს გამივლია. ბობი ესპანჯი ფეთქდება, ვერ უძლებს კალამარდოს სიზარმაცეს და იწყებს მისთი მართლის ხმამაღლა თქმას. როცა სამუშაოს გაკეთება მჭირდება ვეძებ ვინმეს, ვისაც უკვე აქვს სამუშაო, რომ მას დავავალო ეს საქმე. და აქ ვამჩნევთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დეტალს ამ ღრუბელის შესახებ. ის ნამდვილად შეიძლებოდა ყოფილიყო კარგი მეგობარი, შეიძლება გარის წართმევაც კი დაეთმო, მაგრამ რა თქმა უნდა, მასაც ჰქონდა თავისი ზღვარი. ბობმა პირდაპირ გააგდო კალამარდო ქუჩაში. თავი ხელში აიყვანა და საზღვარი გაავლო. მეორე წესი. ბობს ზულდა, როცა მას იყენებდნენ. და თუ კიდევ გაქვთ კითხვები, ასევე გვაქვს ეპიზოდი, სადაც პატრიკი თავის თითქოს მშობლებს იწვევს. ბობი თანხდება, რომ სულელად მოაჩვენოს თავი სუფთა ქველმოქმედების გამო, რათა პატრიკი მშობლების წინაშე კარგად გამოჩნდეს. ის თავს წირავს, ნებაყოფლობით იდაბლებს თავს და ამას მხოლოდ ის აკეთებს, ვინც ნამდვილად უყვარს თავისი მეგობარი. მაგრამ პატრიკი მადლობის თმის ნაცვლად არ წვეთს მის დამცირებას ყველას წინაშე. და ერთ მომენტში ბობი ამბობს, აქამდე. აფეთქდება, თავს იცავს და სწორედ აქ ჩანს ის, რაც თანამედროვე ბობმა სრულიად დაკარგა. იცოდა, როდის გადადიოდა ხუმრობა ზღვარს. და შემდეგ არის უფსკრული. ბობი ვარდება უსასრულო რიგში. გარშემორტყმულია უცნობი ხალხით, რომლებიც გაუგებარ ენაზე საუბრობენ, ისეთ ადგილას, რომელსაც არ იცნობს და საიდანაც ვერ გამოდის. და რასაც ეპიზოდი აკეთებს, ძალიან ჭკვიანურია. იგი გაჩვენებს, როგორ ითმენს. ბობი ითმენს, სანამ ვეღარ უძლებს და საბოლოოდ ინგრევა. და ეს მუშაობს, რადგან რეალური დაგროვებაა. არსებობს ნათელი ზღვარი. ხუმრობა მუშაობს, რადგან რეაქცია დაიმსახურე. თანამედროვე ბობი ამისთვის საფუძვლის შექმნასაც კი აღარ ცდილობს. პირდაპირ ქაოსში გადადის, ყოველგვარი გამართლების გარეშე. და აქ გვაქვს მესამე წესი. ბობი მოთმინებით გამოირჩეოდა, მაგრამ უსასრულო მოთმინება არ ჰქონდა. ანუ ეს იყო ბობი ესპონჯა. უცნაური, ინტენსიური, ზოგჯერ გამაღიზიანებელი, მაგრამ სულით, ღირსებით, რეალური საზურებით. მაშ აუცილებელი კითხვა ასეთია, რა დაემართა მას? როგორ გადავედით იმ ბობ ესპონჯიდან იმასამდე, რაც დღეს გვაქვს? რადგან პერსონაჟს მხოლოდ უფრო სულელი არ გახადეს, ეს ბევრად უარესი იყო და მე ამას ეპიზოდ გაჩვენებ. რამდენიმე თანამედროვე ეპიზოდში ბობი აღარ გავს სასიამოვნო პერსონაჟს და იწყებს ყველაზე საშინელი აბერაციის შთაბეჭდილების დატოვებას, რაც კი შეიძლება შეგვხვდეს. არაფერი მინახავს, აბსოლუტურად არაფერი, დასამახსოვრებელი.
ჩვენ მხოლოდ ეს ყვითელი ტიპი გვყავს, რომელიც ვიღაცის ცხოვრებაში იჭრება, პრობლემებს ქმნის, უგულებელყოფს ყველა სიგნალს, რომ გაჩერდეს და ნაცვლად იმისა, რომ სიცილიანი იუმორი გამოიწვიოს, უფრო მეტად უხერხულობას იწვევს ძმაო. მაშინაც კი ბობ ესპონჯის სიხვების ხუმრობები უფრო სასაცილოა ვიდრე ეს. პირველი სამარცხვინო შემთხვევაა კანგრებურგერის სიყვარული. და ხო, ბობი ყოველთვის უცნაური იყო. ეს ყვითელი ღრუბელი შეიძლება ესაუბრებოდეს ჰამბურგერს და არავინ არ გაკვირდება. პრობლემა ის კი არ არის, რომ კანგრებურგერში შეყვარებულია. პრობლემა ისაა, რომ მისი უცნაური ფეტიში იწყებს გავლენას მის საქმიანობაზე, ჰიგიენაზე, მეგობრებზე და კლიენტებზე. რადგან ეს უბრალოდ ბობის უცნაური ქცევა არ არის. ეს ეწინააღმდეგება მის ერთ-ერთ საფუძველს. ბობი შეიძლებოდა შეცდომას უშვებდა, მაგრამ შეცდომა ტკივილს აყენებდა. თანამედროვე ბობი თავის ყველაზე ცუდ ეპიზოდებში ვერც კი ამჩნევს კატასტროფას. ის აგზელებს სიცილს, აგზელებს ყვირილს და ყველა გარშემო ის ხალხია, ვინც შედეგებს იტანს. და აქ შემოდის კალამარდო. რადგან ვიყოთ გულწრფელები, წლების განმავლობაში სერიალი კალამარდოს ბოქსის ტომარასავით იყენებდა. მაგრამ არის უზარმაზარი განსხვავება იმაში, რომ კალამარდო იღებს კარმას, რადგან იყო ამპარტავანი, და იმაში, რომ კალამარდოს უბრალოდ სუნთქვა უნდოდა და სამყარო მას არსებობისთვის ჯის. კლასიკურ ბობში ხშირად კალამარდო იტანჯებებოდა, იმიტომ რომ უხეში ამპარტავანი ან ეგოისტი იყო. ხუმრობა სტრუქტურა ჰქონდა. კალამარდო თავს სხვებზე მაღლა თვლიდა, იღებდა ცუდ გადაწყვეტილებას და ბოლოს დამცირებული რჩებოდა. ხანდახან ეს სასტიკი იყო კი, მაგრამ ლოგიკა არსებობდა. თანამედროვე ბობში ხშირად კალამარდომ არაფერი დაუშავებია. უბრალოდ უნდოდა თავისი უშნო კლარნეტი დაეკრა, დაეძინა, ემუშავა ყვირილის გარეშე ან 5 წუთი სიმშვიდეში გაეტარებინა. და ბობი ჩნდება ისე, თითქოს სასამართლოს განჩინება აქვს, რომ მთელი დღე გაუფუჭოს. ეპიზოდში დაეშვი როგორც შეგიძლია, კალამარდოს უბრალოდ სურს შვებულება აიღოს. ეს სრულიად ნორმალურია. ის არავის გაურბის, არაფერი დაუშავებია. უბრალოდ სურს მშვიდად დაისვენოს. და ბობი ამის საშუალებას არ აძლევს. მას აეროპორტში მიხვება თვითმფრინავში, ყველა შესაძლო კუთხეში. და არა იმიტომ, რომ კალამარდო მისი მტერია, არამედ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, თანამედროვე ბობისთვის სხვისი პირადი სივრცე არ არსებობს. და ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ სერია ამას საყვარელ რაღაცად წარმოგვიდგეს. თითქოს ვიღაცის თვალთვალი მეგობრობის ნიშანი იყოს. მაგრამ სერია, რომელმაც თანამედროვე ბობი მთლიანად შემაძულა, არის ნაოსნობის მეგობრები. კალამარდო იმდენად სასოწარკვეთილია, რომ სპონჯბობისგან თავი დააღწიოს, მის გამორთვასაც კი ცდილობს, რათა მან თავი დაანებოს. და ესეც კი არ მუშაობს, რადგან ბობი ყოველთვის ბრუნდება, როგორც ტარაკანი. შემდეგ კალამარდი კარგავს თავის მართვის მოწმობას და ბობთან ერთად მართვის სკოლაში აღმოჩნდება. და იქ ეპიზოდის სრულ ჯოჯოხეთად იქცევა. ბობი ისე აღჭობს მას, რომ ბოლოს კალამარდი თაბაშირში ხვდება. აქ უკვე გინდება თქვა, რომ ბობი სპონჯბობი პენსიაზე გაუშვან. დიახ, ვიღაც შეიძლება თქვას, მაგრამ ბობი ყოველთვის აწუხებდა კალამარდს. რა თქმა უნდა, მაგრამ საქმე ტონშია. ადრე ბობი შემაწუხებელი იყო, იმიტომ რომ ბოლომდე ვერ იგებდა სოციალურ სიგნალებს. ახლა კი სერიას კარგად ესმის, რომ კალამარდი იტანჯება და მაინც აგძელებს. და შემდეგ არის ეპიზოდი მანტა მანტარაია ბრუნდება, სადაც ბობი აღარ არის უბრალოდ შემაწუხებელი, ის უკვე სისასტიკის დონეზე გადადის. და მართალია, ბობი ხშირად შეიძლება იყოს დრამატული და ბავშვური, რამდენიც გინდა, მაგრამ მისი მიზანი ყოველთვის იყო, რომ საუკეთესო დაენახა ყველაზე ცუდ ადამიანებშიც კი. კი, ამიტომ, როცა ხედავ, რომ მანტა მანტარაია უბრალოდ სურს დაისვენოს და აღარ ჩაიდინოს დანაშაული, ხოლო ბობი ცხოვრებას უმწარებს, ეს საკმაოდ უცნაურად ჟღერს ბობი ესპონჯასგან. და კლასიკური ბობი სრულყოფილი არ იყო. ისიც იყო შემაწუხებელი, ინტენსიური და დამღლელი, მაგრამ ადრე გრძნობდი, რომ ქაოსის ქვეშ კარგი ადამიანი იმალებოდა. ესპონჯა, რომელიც ნამდვილად შეიძლებოდა შენი მეგობარი ყოფილიყო. და შეიძლება სიმღერაც კი შეექმნა დონ კანგრეჯოს ყველაზე დიდ მტერთან ერთად. თანამედროვე ბობი კი პირიქით, ზოგჯერ უბრალოდ ხუმრობის გარეშე ყვითელ ფერად ტილოს გავს. რადგან ბობი ბევრის ბავშვობის საუკეთესო მოგონებად მხოლოდ იმიტომ არ იქცა, რომ გამაღიზიანებელი იყო. არა, ის საკმაოდ სახალისო იყო. თავისი ხასიათი ჰქონდა და მისი ხუმრობები მიუხედავად იმისა, რომ აბსურდული იყო, მართლა გაცინებდა. ამიტომ კლასიკური ბობი თანამედროვე ბობს შეიძულებდა.
არა იმიტომ რომ ახალია, არამედ იმიტომ რომ თანამედროვე ბობი თავის ყველაზე ცუდ მომენტებში სწორედ ის გახდა, რასაც კლასიკური ბობი ვერ იტანდა. ვინმე ვინც არ უსმენს, არ აქვს საზღვრები და თითქოს პატრიკის ადგილი წაართვა. იმიტომ რომ ბობი ერთ დღეში არ შეწყვეტილა იყო ის სასიამოვნო ღრუბელი. ნელ-ნელა სერიალმა უდანაშაულობა მეციბრიყვესთან, ენერგია, შემოჭრასთან, ხოლო სინაზე მის 100%-იან გამაღიზიანებლობად და აუტანლობად ქცევასთან დაიწყო გაიგივება. კლასიკური ბობი იყო ენერგიული ღრუბელი, რომელსაც თვის თანამშრომლის სული ჰქონდა. თანამედროვე ბობი ყველაზე ცუდ დღეებში გავს ყვითელ განგაშს, რომელსაც ვერავინ თიშოს. ასე რომ თუ ეს ორი ვერსია შეხდებოდა ერთმანეთს, კლასიკური ბობი თავიდან ცდილობდა თავაზიანი ყოფილიყო, გაუღიმებდა და კანგებურგერს შესთავაზებდა. მაგრამ 5 წუთის შემდეგ, როცა თანამედროვე ბობი უკვე მის სამზარეულოში შეიჭრებოდა, კლიენტებს დააფრთხობდა, კალამარდოს დაედევნებოდა და ბურგერს თავის მომავალ ცოლად აქცევდა. კლასიკური ბობი ზუსტად იმას გააკეთებდა, რასაც ყოველთვის აკეთებდა, როცა ვინმე მის საზღვრებს გადაკვეთდა. მას სიმართლეს უთქვამდა და გარეთ გააგდებდა. აი ხედავთ, კლასიკურ ბობეს პონდს საზღვრები ჰქონდა, ღირსება ჰქონდა და რაც მთავარია, გარშემონყოფების მიმართ პატივისცემა ჰქონდა. თანამედროვე ბობმა ეს ყველაფერი დაკარგა. ის ზუსტად იმად გადაიქცა, რადაც კლასიკურ ბობს არასდროს უნდოდა ქცეულიყო. ასე რომ დიახ მეგობრებო, კლასიკური ბობი ვერ გაუძლებდა თანამედროვე ბობს, 2 წამსაც კი, იმის შემდეგ რაც დღეს ვნახეთ. მომწერეთ კომენტარებში, რომელი ბობი გიყვართ უფრო მეტად, კლასიკური თუ თანამედროვე. და თუ იცი რომელიმე სერია, სადაც თანამედროვე ბობი კიდევ უფრო უარესი იყო, ვიდრე მე ვახსენე, დაწერე ქვემოთ, რადგან მინდა ვნახო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.